მეც და არა მხოლოდ მე სულ ვამტკიცებთ, რომ საქართველოს დასავლეთისთვის ძალიან საინტერესო რეგიონი იყო, არის და იქნება. მათ შორის მისი ეკონომიკური პოტენციალიც უფრო ზუსტი რომ იყო ჰაბი სახელმწიფო რო ვართ იმის გამო შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ვართ მაყურებელს აუხსნათ აღმოსავლეთიდან დასავლეთის ტვირთების აი ცენტრალური აზია ახსედა ბატონო მირიანმა ამ ტვირთებისა და ჩინური ტვირთებისაც ცხადია ამავე შუა დერეფნის ნაწილი ანაკლეის პორტი ნუ რაღაც რკინიგზა ბევრი რამე ახლა აღარ ჩავშდი და აღარ ვისაუბრებ ხო ამ თემაზე მაგრამ ვინ შემოდის კი ამ შუა დერეფანში ეხლა მე რამდენიმე აქტორს დაგისახელებთ ჩინეთი და რუსეთი ერთად ჩინეთი და დასავლეთი ერთად რუსეთი და დასავლეთი ერთად მეთქია იქნება სამივე იქნება მარტო დასავლეთი ხა გამომივიდა რომ მინდოდა რომ 3-4 აქტორი დამესახელები და მგონი 5-6 დავასახელე მაგალი ალბათობით ხა მის პროგნოზის გაკეთება ცხადია ყველას თავისკენ უნდა საბლის გადაკაჩვა მაგრამ აი ვის აქვს უფრო მეტი შანსი და თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში ამერიკელები უნდა გააქტიურდნენ ხო ანაკლეის ანიმარტებაშიც და არა მხოლოდ აქვს თუ არა ამერიკელებს და რუბიოს ახსენეთ იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებით რუბიო მაიღო მათ შორის კავკასიაზე პროტექტორობა ხო მან თქვა რომ მე მივხედავ გავამარტივოთ ამ რეგიონს ამ ქვეყანას თუ გლებოთ ასე ამ ქვეყანას აცევ ხო რამდენად სტრატეგიულია ეს იმიტომ რომ ბევრი საყვედური წამიკითხავს მე ბლინკენის ადმინისტრაციის ბლინკენის სახელმწიფო მდივანი რო იყო იმ დროინდელი აი ბაიდენის დროინდელი ხელი რომ არაფერს ან ბევრს არაფერს აკეთებდნენ ამ მიმართვებით და ეს ტრამპის რესპუბლიკური ადმინისტრაცია თითქოს უფრო აქტიური ჩანს. სწორი ვარ? კიც და არაც ახლა მე ჩემ ხედვას გეტყვით რა ჩვენ პირველ რიგში მოკლედ რა კონსტატების დონეზე ჩვენ ამერიკელების გარდა ალტერნატივა არ აქვს. არა მხოლოდ იმის გამო რომ დღეს რო არსებობდეს ამერიკელების დამსახურება უნდა ვაღიაროთ რა ეს რა ქართული სახელმწიფო ვერანაირად შეიქმნებოდა პროლონგირებოდა ამერიკელების სამხედრო პოლიტიკური ქოლგის გარდა ეს ქოლგა არ არის აბსოლუტური ეს არ არის ნატოს ვერსია ეს არც ისრაელ ამერიკის კომბინაცია მაგრამ ეს ქოლგა მაინც მუშაობს ის რომ თურქეთია მოზომილი შენთან ურთიერთობებში ის რომ აზერები არიან შენთან დღეს არადა შენზე ერთი ხუთჯერ უფრო მეტი სამხედრო ძალა აქვს და რუსეთიც რომ მოზომილია შენთან იმ ჩარჩოებში რაშიც ჯერ კიდევ არ გიპყრობს ეს არის ამერიკელების დამსახურება ამერიკელები ჩვენ გჭირდება არა მხოლოდ იმის გამო რომ დამსახურება აქვს საქართველოსთან მიმართებაში მარტო ამერიკა სამხედრო პოლიტიკური დომინაციის რეჟიმში ქმნის ისეთ პერიფერიულ სატელიტურ თუგნებავთ სტრუქტურებს რომლებსაც შიდა პოლიტიკური და სამხედრო ეკონომიკური და ფინანსური ავტონომია აქვს ძალიან დიდი სხვა დანარჩენი ძარცვავს ამ რასაც ხელში ჩაიგდებს იმას ჩინეთი არანაკლებ რუსეთისაზე და თურქეთი კიდე არანაკლებ ჩინეთისაზე ანუ შეხედეთ რა ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ მემკვიდრეობას წინა აზიას ეს ხო მათი პოლიტიკური ველია აქ ხო საუდიტები იორდანიის სამეფო სახლი მე ხო მოვლილი მაქვს და შემიძლია გითხრათ რა არავინ იმაში არ ერეოდა რომ თავისი ტერიტორიაზე სიმდიდრეები გამოეყენებინათ თვითონ და ჩართულიყვნენ მაპატია და ხანი გემი იყვნენ თავისი გამდიდრების წინა პერიოდში ფაქტობრივად და იმას რა ქვია აკლემის შარდში იბანდნენ სახეს 1960-იან წლებში ამერიკამ შექმნა მაგათი სახელმწიფოები ამერიკამ დასვა ეგ პოლიტიკური ელიტა გამდიდრების საშუალება მიცა და პარტნიორად აქცია ჩვენ ესეთი ტიპის ურთიერთობა გვჭირდება სხვანაირი ვერსიაში ვერ ვიარსებებთ უბრალოდ გამორიცხული მაგალითი მინდა მოგიყვანოთ რა რომელიც რომ კლასიკურია რა ამ სიტუაციაში და ამერიკელების არასაკმარისი აქ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე არის ნათელი ილუსტრაცია 9 ტრილიონი დოლარის ეკვივალენტის ნავთობი გადაიზიდა ამ სივრცეში ბაქო ჯეიხანის მეშვეობით 9 ტრილიონი ხო წარმოგიდგენიათ 4 მილიონი ქვეყნისთვის რა არის ხო და რა მიიღეს საქართველებმა ანუ ყოველ წელიწადს აქ 40 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა ხდება. ეხლა მე შემიძლია საშუალო შეწყვეტილი ფასი გითხრათ პერევალკის რა ამ სფეროში ტრიალებდი და შემიძლია ნათლად აგიხსნათ.
ჩვენ ხო არაფერი არ მივიღეთ. ჩვენ ხო კაპიკები მივიღეთ. არა და ექსკლუზიური მარტო ტრანზიტორი კი არ ვიყავით, ექსკლუზიური გადამზიდავი ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ეს ის სივრცე არ არის, ტრანზიტორი უცა შეგიძლია აქ გაიყვანო, ან აქ გაიყვანო და ის ტარიფს შემოგთავაზებს და ეს კიდე $9 მოუგებს და აქ გაიყვან. ხო ვერ აქ ვწდებოდა ეს. იმ სამხედრო ტურბულენტურ, რომელიც თქვენ ბრძანეთ სიტუაციებში და რატომ მივიღეთ მაპატიეთ სამი თითის კომბინაცია იმ 9 ტრილიონის ესე იგი სერიოზული წილის მაგივრად. იმიტომ რომ და რატო არ მივიღეთ იმდენი, რამდენსაც არაბები იღებენ. ვინ რა 1950-იან, 60-იან, 70-იან წლებისთვის არაბები ჩვენზე წინ იყვნენ რითიმე? მიმატება რატო მივიღეთ ბატონო? იმიტომ რომ არა, მაგაში არ არის საქმე. ჩვენ ფაქტობრივად ბევრი მეპატრონე ყავს ამ ტერიტორიას. ბევრი მსურველი, კი ბატონო. არა მარტო მსურველი, დღესაც მეპატრონე. ვინმე მიცის საქართველოს ეს სიკეთეები, რომლებიც არის ვის ხელშია? ვინმე მიცის ესა? ეს ოფშორები, რატო ამათ უკან რუსები დგანან? ხო ცხადი ახლა, ანუ დამალვის ინსტინქტი ვის უნდა კონდეს აქ? საქართველოს ეკონომიკურ, ხო, აბა ამერიკელს რატო უნდა კონდეს დამალვის ინსტინქტი? არის ამერიკელი, ცოტა ამერიკელი არის. არა, რომც იყოს, რატო უნდა კონდეს? სადმე იმალება ამერიკელი რომელიმე ქვეყანაში მე არსებითი არ იმალება მაგრამ რაღაც ივანოვი ივანოვი საქართველოში უნდა დაივალოს იმიტომ რომ ნუ დამპყრობელი ქვეყნის ის არის და შესაბამისად მან თუ არ შეინიღბოს ამიტომ უჭირდება ამერიკა სხვა ალტერნატივა საქართველოს სატრანსპორტო ხაბათ აქცევს და არა ქვეყანა